ლიკა გოგოჭურის სურვილი, რომ იტალიაში მცხოვრებდეტას ახალი ხმის სცენიდან სიმღერა მიუძღვნას, მალე ახდება. ნახოთ, იქნებ მისმა ნამღერმა ჩვენს მწვრთნელებსაც დადებითად იმოქმედოს. მე ვარ ლიკა გოგოჭური, 19 წლის. სწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 14 წლის ვიყავ, ჩემი მშობლები გაშორდნენ ერთმანეთს. მამასთან არ მაქვს მას შემდეგ ურთიერთობა. დედა წავიდა იტალიაში, იმიტომ რომ რატომაც მიდიან ხოლმე საერთოდ მშობლები შვილებისთვის. მე და ჩემი ძმა ვცხოვრობთ მარტო, ჩემი ძმა არის 14 წლის. ძალიან კარგი ბიჭია. თავიდან რთული იყო ეს ყველაფერი, არ იყო ადვილი, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე ყველაფერს და ეხლა ნამდვილად აღარ მიჭირს. დედასთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი ის არის იქიდან ჩემი. და თითქმის ვერც გრძნობ დედას არ ყოფნას, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირი ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღე საუბრობთ Skype-ით, ყოველდღე გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ მაინც ძალიან მიატრება და მინდა რომ აქ იყოს ჩემთან ერთად. მაქვს რაღაცა პატარ-პატარა ფესტივალებში მონაწილეობა მიღებული და არც თუ ისე უშედეგოდ. და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ჩემი მშობლები გაშორდნენ და პასუხისმგებლობა მე ავიღე საკუთარ თავზე, აღარ გამიგრძელებია სიმღერა. მე როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი სიმღერის კლუბი. ძალიან კარგი ბავშვები არიან, New Music Club და ჩვენ რაღაც იქ მოვხვდი მოკლედ და გადავწყვიტე ისევ დამეწყო სიმღერა. და რაღაც შემომჩნია, რომ სხვანაირი დამოკიდებულება იყო ჩემს მიმართ და მეუბნებოდნენ კიდევაც, რომ იქნებ ცადო, იქნებ გახვიდე, იქნებ სადმე მიხვიდეო და მათი თხოვნით გადავწყვიტე მეცა და ბედი. ძალიან მინდა რომ მივახციო წარმატებას. თან ვიცი რომ ეს მხოლოდ ნიჭზე არ არის დამოკიდებული, ზოგადად გამართლებაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და იმედი მაქვს ჩემი ადგილი მეც მექნება ამ პროექტში. Easily done once you had a taste of perfection, like an apple hanging from a tree. I picked the right one, I said, got to see. You said, move on, where do I go? I kept second best is a გამარჯობა, რამდენი წლის ხარ? 19-ის. არაჩვეულებრივი გოგო ხარ, უბრალოდ რა არის, იცი რა? არა უსწავლო. ძალიან ბავშვური ხმა გაქვს. და ანუ ჯერ თითქოს არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და აი ამიტომ ალბათ რაღაც დამაკლდა, მაგრამ რაღაცა ნიუანსები იმდენად ლამაზად გააკეთე და სწორად, ანუ ტექნიკურად ძალიან დახვეწილი იყო. უბრალოდ რაღაც მაინც დამაკლდა, რამაც არ შემომაბრუნა. მე ვფიქრობ, რომ ინერვიულა და ამის ბრალიც იქნებოდა ეს ყველაფერი. ხო, თავიდან დასაწყისში ცოტა ნერვიულობა იყო. მაგრამ არა უსა. უნდა გვაპატიო.
იცი რა, ის რომ დღეს შენ გამოხვედი ამ სცენაზე. უკვე ძალიან ბევრი ხო, და გაბედე, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ და კიდევ უფრო დაიხოწები და მე იმედი მაქვს დიდ წარმატებას მიაღწევ. დიდი მადლობა. აბა შენიც, კარგად. ნახვამდის.